აჭარა. ოდითგანვე ქართული მიწა. საქართველოს განუყოფელი ნაწილი 300 წელიწადს იყო მოწყვეტილი მშობლის უბეს. ხალხმა სიცოცხლის გადასარჩენად ისტორიის ჩახერგილ ღარტაფებში ახალი პილიკების ზებნა დაიწყო. თითქოს წაიქცა, მაგრამ 300 წელიწადს ნატანჯი და ნაგვემი მაინც არ გატყდა. მაინც შეძლო მოეტანა ჩვენამდე ლამაზი ეროვნული სული, ენა და რწმენა. პირველ წელს ბათუმში გრიბოედოვის ქუჩის 5 ნომერში მწერლისა და მეცნიერის თეიმურ აზგომახეძის დაოსნობით ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი გაიხსნა. წარმოდგენილი დოკუმენტური მასალები იმ ფასდაუდებელ ღვაწლზე მოგვითხრობს, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დედა საქართველოსთან დაბრუნებული აჭარისთვის გაიღო. ცნობილი ფაქტია, რომ ილია ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა ჩაი. ამიტომაც, როდესაც თავისი მეგობრები საგურამოში ეწვევოდნენ ხოლმე და ქვეყნისთვის ამა თუ იმ საჭიროებო საკითხებს წყვეტდნენ, სიამოვნებით მიირთმევდნენ ჩაის. ილიას ბიოგრაფის იაკობ მანსვეტაშვილის გადმოცემით, ილია ბუნებით შინმყოფი, ჩაკეტილი კაცი ყოფილა. ქუჩაში მოსეირნეც იშვიათად უნახავთ და დიდად არც მგზავრობა ეხალისებოდა, მაგრამ თუ საქმე აჭარას შეეხებოდა, მისი სიზარმაცე სადღაც ქრებოდა. უმალ გამოცოცხლდებოდა და ბათუმისკენ აიღებდა გეზს. მუზეუმში დაცულია ასევე ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღა გურამიშვილის ნაქონი საკერავი მანქანა. მოგეხსენებათ, ოლღა გურამიშვილი გახლდათ ქველმოქმედი ქალბატონი და იმ პერიოდისთვის, როდესაც სწავლა განათლება ფაქტიურად მიუწვდომელი იყო, ოლღა გურამიშვილმა გახსნა ესეთი ჭრაკერვის სახელოსნო, სადაც გაჭირვებული ოჯახის შვილებს ხელს უწყობდა და ხელსაქმეს ასწავლიდა, რა თქმა უნდა, სრულიად უსახსროდ. სიპაჭარის მუზეუმის მხარდაჭერით და ორგანიზებით უკვე მეორედ ხორციელდება ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში დროებითი გამოფენა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმიდან, რომელიც დღეს ჩვენს მუზეუმში არის დაცული. თქვენ წარმოგიდგენთ არაჩვეულებრივ ექსპონატებს, რა თქმა უნდა ძალიან შთამბეჭდავს. ეს გახლავთ ოლღა გურამიშვილის საგვარეულო მუზარადი, რომელიც დიდ ისტორიას იტევს და ძალიან დიდი მნიშვნელობის ნივთი გახლავთ. ასევე წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ექსპონატს, რომელიც უშუალოდ ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა, ჯოხსკამი. ეს გახლდათ ილია ჭავჭავაძის ნაქონი ჯოხსკამი, რომელსაც თავის ცხოვრებაში ძალიან აქტიურად იყენებდა. ასევე წარმოდგენილია ხელჯოხი, ილიას ნაქონი, გურამიშვილების საგვარეულო სამკლავე.
ასევე წარმოდგენილია ოლღას ბეჭდის შესანახი ყუთი. ილიას ოჯახიდან სამელნე გარეული ღორის ეშვებით. სიგარების შესანახი ყუთი, ასევე ილიას სადარბაზო ბარათი. ვისაც ილიას გზავრისელები წაუკითხავს, მისთვის ცნობილია მწერლის კრიტიკული დამოკიდებულება მეფის რუსეთისა და მისი დამპყრობლური პოლიტიკის მიმართ, მაგრამ 1877 წელს დაწყებულ რუსეთ-თურქეთის ომს იგი სიხარულით ეგებება. სიხარულის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. თუ ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდებოდა, საქართველოს ოსმალეთის მიერ ადრე მიტაცებული ქართული ტერიტორიები, მათ შორის აჭარაც დაუბრუნდებოდა. ამ ომის დაწყებამდეც კი ილია ჭავჭავაძე პრესის ფურცლებზე გამოდიოდა და ესე იგი ნატრულობდა იმ დღეს, რომ გაჩაღებულიყო ბრძოლა ამ ორ სახელმწიფოს შორის და ეგ მხარეები, ეგ ისტორიული ქართული, ნამდვილად ღირსეული ქართული მხარე, რომელიც 300 წელია მიტაცებული იყო ოსმალთა მხრიდან, ისევ დედასამშობლოს დაბრუნებოდა. არაერთი სტატია აქვს დაწერილი მის ბევრ ლექსებში, რომ გადავავლო თვალი, აი მის პოეზიას 19 საუკუნის 70-იან წლებში და განსაკუთრებით აი გამწოვებულ საერთაშორისო ვითარებას ილია ჭავჭავაძე მას ეხმიანებოდა და ნატრულობდა ამ დღეს, რომ ჩვენი აჭარელი ძმები, მაჰმადიანი ქართველები ისევ დაბრუნებოდა საქართველოს. რუსეთ-ოსმალეთის ომი რუსეთის იმპერიის გამარჯვებით დასრულდა. 1878 წლის 25 აგვისტო ქართველი ხალხის ზეიმის დღედ იქცა. დამთავრდა თურქთა სამასლოვანი ბატონობა აჭარაში და ეს მხარე დედასამშობლოს საბოლოოდ დაუბრუნდა. ძალიან დიდი მოვლენა იყო ილიასათვის, ბათუმის და მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შესვლა და უბედნიერესი მოვლენა იყო ის, რომ ილია ჭავჭავაძეს ის გეგმები, რომელიც ჰქონდა ჩაფიქრებული ბათუმთან მიმართებაში, უკვე შეიძლებოდა შესრულებულიყო. ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად მებრძოლი შავის ბედის, ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენი უწინდელი განათლებისა და სწავლის აგვანი, ჩვენი ძველი საქართველო, ჩვენ დღეს შემოგვიერთდა. წერდა ილია. შემოერთებისთანავე ილია ჭავჭავაძემ ქართველებს მოუწოდა დახმარების ხელი გაეწოდებინათ ახლად განთავისუფლებული და ომით დაზარალებული მაჰმადიანი ქართველებისთვის. აბა ქართველობო, წერდა ივერიაში ილია. ეხლა შენ იცი როგორ დაანახვებ შენს თავს ახალ შემოერთებულ ძმებს. ეხლა შენ იცი როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა პაპათა ანდერძს. ძმა ძმისთვისაო და შავი დღისთვისაო. რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ კავკასიიდან დაიწყო მუსლიმი ხალხების გადასახლება ოსმალურ მიწებზე. ისტორიაში ეს მოვლენა ცნობილია მუჰაჯირობის სახელით. მრავალ აჭარელ
და აფხაზ მუსლიმ ოჯახს მოუწია საკუთარი მიწა-წყლის დატოვება და თურქეთში გადასახლება. აჭარაში მუხაჯირობა არ იყო მთლიანად იძულებითი, მაგრამ იყო ძლიერი ზეწოლის პირობებში მიღებული გადაწყვეტილება. როგორც ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი ჰაიდარ აბაშიძე წერს, თურქეთის აგენტები და რეაქციის მსახურნი ყველანაირად ცდილობენ ჩაეხშოთ აჭარაში ყველა კეთილი მშობლიური წამოწყება და მოუწოდებდნენ მოსახლეობას არ გამოიყვანათ მედრესეებიდან შვილები და არ ჩაეგდოთ ისინი ურჯულოთა ხელში. მათი გესლიანი აგიტაცია უფრო შორს მედეოდა. ახალ შემოერთებულ აჭარის მოსახლეობას ისინი ურჩევდნენ აიყარენით და თურქეთში გადასახლდით, თანაც ისლამის სახელით აშინებდნენ. ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები სასტიკად ელაშქრებდნენ მუხაჯირობის წინააღმდეგ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევდნენ არ აყოლოდნენ პროვოკაციებს და მშობლიური მიწა-წყალი არ მიეტოვებინათ. დიდი სიძნელეებისა და დაძაბულობის მიუხედავად, ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ვოლსკის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1891 წლის 12 მარტს ბათუმში პირველი ქართული სკოლა გახსნა. 1891 წლის 23 მარტი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნავესი და განსაკუთრებული დღე ბათუმის ისტორიისათვის, რადგანაც აქ იხსნებოდა პირველი ქართული სკოლა, წერა-კითხვის გამავრცელებელი ქართული სკოლა, არ დარჩენილა ქალაქში, როგორც საარქივო მასალებიდან და მემუარული ლიტერატურიდან ხდება ცნობილი არც ერთი მოსახლე, რომელიც არ დასწრებოდა ამ უდიდეს, ესე იგი, მოვლენას და მთელი ბათუმის მოსახლეობა შეიკრიფა იმ ადგილას, სადაც დღეს ქალაქ ბათუმის ნომერ პირველი საჯარო სკოლა. ილია ჭავჭავაძე მობრძანდებოდა ბათუმში. ილია უნდა ჩამოსულიყო, ილია ჭავჭავაძის სახელი მთელ ბათუმს ეკერა პირზე. პირველად სკოლა ყოფილი ცენტრალური უნივერმაღის უბანში, ახმედიეს ქუჩაზე მდებარეობდა. შემდეგ ნურიეს უბანში, ახლანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორია. მხოლოდ 1897 წლის ივლისში, შეპელევის ქუჩაზე, ახლანდელი დიმიტრი თავდადებულის ქუჩა, სადაც ამჟამად განთავსებულია სკოლა, დაუქირავებიათ შედარებით უკეთესი ბინა. პირველ მასწავლებლად ილიას წარდგინებით ალექსანდრე ნანეიშვილი დაინიშნა. შესანიშნავად შეასრულა ალექსანდრე ნანეიშვილმა, მისმა შემცვლელმა მოსე ნათაძემ, ივლიანე გოგოლაშვილმა და სხვა ცნობილმა პედაგოგებმა და განსაკუთრებით მგელაძემ და შემდგომ ამ სკოლას მგელაძის სკოლასაც კი უწოდებდნენ, იმდენად პოპულარული იყო. სკოლაში თავდაპირველად სწავლობდა 30 მოსწავლე და ყველაზე აღსანიშნავია ის, რომ აი ამ 30 მოსწავლიდან 29 ვაჟი გახდათ და მხოლოდ ერთი გოგონა უფლიე აბაშიძე. მუსლიმანური რელიგია გძალავდა ქალების სკოლაში შესვლასა და იქ სწავლას და მაგრამ მშობლებმა გადადგეს უდიდესი ნაბიჯი მიუხედავად წინამდებობისა თავისი ქალიშვილი მიაბარეს აი ამ სკოლაში. 1891 წლის 19 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის ქართული სკოლის გამგედ ცნობილი პედაგოგი მიხაკო შარაშიძე დაუნტკიცებია. ბათუმში გამგზავრებამდე იგონებს მიხაკო შარაშიძე. ილია ჭავჭავაძემ მე მიხმო ბინაზე და ასე დამარიგა. ჩემი პირადი სურვილი იყო, რომ შენ
ასეთ პასუხისმგებ ადგილზე გამეგზავნე. იმედია რომ ჩემს ნდობას გაამართლებ. გახსოვდეს რომ ქართველი მუსლიმანები ჩვენი ძმები მეტად ნიჭიერი და ზრდილობიანი ხალხია. იხმარე ყველა ღონე რომ მათი ნდობა და სიყვარული დაიმსახურო. დიდი მიღწევა იქნება თუ მათ შეაგნებინებთ რომ ისინიც ქართველებია რომლებიც ჩვენგან განირჩევიან მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებით. რადგან ზოგიერთ სამეცნიერო წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ პირველი სკოლის გახსნას ბათუმში ილია ჭავჭავაძე არ დასწრებია. ამის საწინააღმდეგოდ ილია ჭავჭავაძის ცხოვრების და შემოქმედების მკვლევარი გიორგი ნიორაძე წერს. სკოლის გახსნაზე ბათუმში ჩამოსული ილია ჭავჭავაძე სპეციალურ თათბირს აწყობს ნური ხიმშიაშვილის სახლში. ხუსეინ აბაშიძის, ხუსეინ ბეჟანიძის და ბათუმის უჩასტკის უფროსის გაბონეას თანდასწრებით. მეორედ ილია ბათუმში 1895 წელს ჩამოვიდა, როცა ქალაქის თვითმმართველობის არჩევნების საკითხი დადგა. როგორც ამ ამბების თვითმხილველი და შემსწრე დავით კლდეაშვილი წერს, 1895 წელს უნდა მომხდარიყო არჩევნები ახალი საქალაქო დებულების საფუძველზე. კაიანდრა, ქალაქის თავის თანამდებობის აღმასრულებელი, დარწმუნებული იყო, რომ არჩევნები მის და მისი მომხრეების სასარგებლოდ დამთავრდებოდა. შრომხები ფიქრობდნენ თავისი კაცის გაყვანას ქალაქის თავად და ამისთვის კიდევაც ჩამოიყვანეს ბათუმში სამსახურიდან გადამდგარი გენერალი ვიღაც ბებუთოვი. აი აქ დიდი ილია ჭავჭავაძე ჩაერთო საქმეში, როგორც სიტყვიან ფეხზე დააყენა მთელი ქართული მოსახლეობა, განსაკუთრებით ფეხზე დააყენა ის ხალხი, რომელიც სკოლის აშენებისა და სკოლის გახსნის პირობებში ეს დროს მის გვერდში იდგა გრიგოლ ვოლსკი, დავით კლდეაშვილი, ივანე მესხი, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსნები დუმბაძე, ნაკაშიძე და ბევრი სხვა პიროვნება და დაიწყეს დიდი ბრძოლა ბათუმის ქალაქის თავის კანდიდატურის შესარჩევად. სწორედ ნიკო ნიკოლაძისა და ილია ჭავჭავაძის რეკომენდაციებით ბათუმის ქალაქის თავად ჯერ ლუკა ასათიანი გაიყვანეს. ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ივანე ანდრონიკაშვილი. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ქალაქ ბათუმის წინსვლისა და აღორძინების საქმეში. (1896 წელს ილია ბათუმში გრიგოლ ვოლსკის დაკრძალვას დასწრებია. ამ ფაქტთან დაკავშირებით დავით კლდეაშვილს თავის მემუარებში ჩაუწერია. სადგურზე საგანგებო მატარებლები ერთი მეორეზე მოდიოდა ხალხით ავსილი. პირველმა მატარებელმა მოასვენა მიცვალებული. თბილისიდან წინა დღეს ჩამოვიდნენ ილია ჭავჭავაძე, ვანო მაჩაბელი, აკაკი და სხვა მრავალი წარჩინებული მოღვაწე. ილია ბათუმში ყოფნისას გრიგოლ ვოლსკის სახლში ჩერდებოდა, რომელიც მემედ აბაშიძის, მაშინდელი მარინსკის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მდებარეობდა. ახლა იქ ბიბლუსის წიგნების კაფე-მაღაზიაა. სამწუხაროდ, ამ საუკუნის დასაწყისში ეს სახლი დაანგრიეს და მისი ფოტოღა შემოგვიჩა. ჩვენს მუზეუმში დაცულია გრიგოლ ვოლსკის დიდი და პატარა სავარძელი, 19 საუკუნის ნივთი.
სწორედაც ეს ნივთი ილიასა და გრიგოლ ვოლსკის მეგობრობის, მჭიდრო მეგობრობის ისტორიას ინახავს. საარქივო მასალებში დაცულია მრავალი დოკუმენტი, რომლებიც მეტყველებენ თუ რაოდენ დიდი გავლენა ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს აჭარაში. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ იმ დროს გულო კაიკაცშვილმა და დედე ნიჟარაძემ თავიანთი ვაჟები თბილისის გიმნაზიაში გაგზავნეს სასწავლებლად და არ შეუშინდნენ იმას, რომ შვილები გაგვიქრისტიანდებაო. ილიას ვერაგულად მოკლის ამბავმა მთელი აჭარა დაამწუხრა. მე მედაბაშიძის მიერ თბილისში გაგზავნილ დეპეშაში ვკითხულობთ. ქართველი მაჰმადიანები, აღშფოთებულნი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საზარელი მკვლელობით მონაწილენი არიან მთელი ქართველობის ეროვნული მწუხარების. ჩვენ ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა უდიდესი სიტყვები, მარადიული სიტყვები, რომელიც მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდები უკვდავი სული. თუ ჩვენ ხშირად მოვიხსენიებთ ილია ჭავჭავაძეს და ილიას ქსით ვივლით, ილია ყოველთვის მარადიული იქნება. ილია ჭავჭავაძე არის ისეთი პიროვნება, რომელმაც აბსოლუტურად მიძინებული ქართველი ხალხი გამოაღვიძა და რაც მთავარია, ილია ჭავჭავაძემ გამოიყვანა სამოღვაწეო ასპარეზზე მთელი პლეიადა მე-19 საუკუნის სამოციანელებისა და შემდგომი პერიოდისა და აი ერთი დიდი მიმართულება ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერება, გამტკიცება, გაღრმავება და წარმატებამდე იყვანა, შეიძლება ითქვას, ესე იგი მისცა მათ. ბათუმი კი მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ამიტომ არის ბათუმი ილიასათვის უდიდესი, უმშვენიერესი და რაც მთავარია დიდი იმედის მომცემი და ამაში, ამ დიდ იმედში და აი ამ სიდიადეში, რაც ქალაქ ბათუმის ზედასამშობლოსთან დაბრუნება ქვია, დიდი ილია ჭავჭავაძის როლი, ამაგი და დამსახურება განუზომელია. Hoi da nana, oh hoi nana da, tsarv gaxnili daval gana. Tat sakartvelo, chemo dedav, chemi sundkva genatsvala, chemi qvelam mtsuxarebats, kuxarebats genatsvala, cheni sitqvis sitsotsxlistvis, xixadzirshi კიდევ მდგავარ, cheni ჭერის სიმაღლისთვის, მარადითში ვრანდავ ყავარს, cheni რჯულის საჯილდაოდ ხალთას ვრეკავზარებს თავარს, ერთ ძირვენახს სულ გირგავდი, კვლავ დაგირგავ, დღეს და ხვალაც, იგი დგულე რომ ამფერი აჭარელი ყავდი განა. Tua
Erni da göşerdin